გრძელდება საარჩევნო მარათონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე და ჩვენც ვაგრძელებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. ამჯერად მას ვპინძლობთ ბატონ ბეჟან ნათელაშვილს, რომელიც გახლავთ ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისში. მოგესალმებით ბატონ ბეჟან, დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. ბატონ ბეჟან, ლეიბორისტული პარტია პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებს არ ტოვებს. როგორ მხარდაჭერას მოიპოვებს ხოლმე ეს მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი და ყველას ძალიან კარგად ახსოვს. დღევანდელ მოცემულობაში, დღევანდელ ვითარებაში და მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რატომ ლეიბორისტული პარტია, რატომ უნდა დაგიჭირო მხარი? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. სანამ უშუალოდ შეკითხვებზე გავცემდე პასუხს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ალავერდობა მიულოცო სრულიად საქართველოს. ფარავდეს წმინდა ალავერდის მადლი და ძალა თითოეულ ჩვენთაგანს. რაც შეეხება თემას კითხვებს და იმას თუ რატომ ლეიბორისტული პარტია. იმიტომ, რომ ლეიბორისტული პარტია არ მოდის მარსიდან, იუპიტერიდან და უწარსულო სივრციდან, როგორც სხვა ყველა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტი. ჩვენი წარსული ნიშნავს გამდიდრებულ საქართველოს, რომელიც ფაქტობრივად სამომავლო პერსპექტივაშია, მაგრამ საფუძველი როგორც ასეთი ჩაყრილი აქვს 90-იანი წლებიდან, როდესაც ჩვენ არ დაუშვით შევარდნაძეს სწავლა, საშუალო განათლება ფასიანი გაეხადა და მისი განკარგულება გავაუქმეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, გახსოვთ და ახსოვს ეს საზოგადოებას და დღემდე სახელმწიფოს რო აქვს თავის თავზე აღებული უფასო საშუალო განათლება, ეს სწორედ ლეიბორისტული პარტიის თავგანწირული და დაუღალავი შრომის შედეგი გახლავთ. იმავე წელს ჩვენ ლეიბორისტებმა გადავარჩინეთ საბავშვო ბაღები ფაქტობრივ დახურვას, როდესაც ბაღებს ჩამოაცილეს მუსიკის მასწავლებლის და მზარეული შტატი და ამავე სასამართლოს მეშვეობით ჩვენ აღვადგინეთ ეს ადამიანები და დავაბრუნეთ სამუშაო ადგილებზე, რითაც ფაქტობრივად საბავშვო ბაღები იმ ეტაპზე გადარჩა დახურვას. ბატონ ბეჟან, მოდით გავიხსენოთ ამ შემთხვევაში ბრალდებები, რომელიც ისმის თქვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით. მაშინ, როდესაც თქვენი წარმომადგენელი, თქვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წევრი ესწრებოდა მონაწილეობდა საარჩევნო მარათონში, ჩვენ დავსვით ეს კითხვა, რაზეც გაიღიმათ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ შეკითხვას, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ ლეიბორისტული მოძრაობა ეს არის ნაციონალური მოძრაობის სატელიტი, პირველი 6 წელი სწორედ მათი წევრებით არის დაკომპლექტებული და ამდენად ერთი მხრივ გვეგონა რომ გაქრებოდა კითხვები ამასთან დაკავშირებით და გაიღიმათ თქვენი პარტიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ ფაქტია ბოლო დროს კიდევ უფრო მძაფრდება ეს მუხტი და კიდევ უფრო მეტი ბრალდება ისმის. როგორია ამ შემთხვევაში თქვენი პოზიციაც და პასუხი რა გაქვთ? დიახ. რაც შეეხება 6 წელს, მოდი აქედან დავიწყებ, იქნება თქვას ვინაა ნაციონალებიდან. თვითონ შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, პაატა ჩოხელი, ლეილა გაფრინდაშვილი თუ თემურ წიგლაური. აი რომელია თუ გამორჩა რომ თავად ბრალდებას რამდენად იზიარებ? ნუ ახლა როგორ შეიძლება ამ კაცის რამე ბრალდება გაიზიაროს ადამიანმა, როდესაც ჩვენ 7 ნოემბერს სააკაშვილის რეზინის ტყუები გვხვდებოდა, რომელი ტყუებიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით იქნა შეძენილი. როდესაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა სააკაშვილის იმ პერიოდში ჩვენ რო გირგვლიანის პროცესზე მანდატურები და დამატებით სპეცრაზმი გვცემდა და გვარბევდა. როგორ შეიძლება თუმცა ბატონო ბეჟან, როდის ვიხდი რომ გაწყვეტინებთ, ბიძინა ივანიშვილი არ არის ერთადერთი, რომელმაც დაუშვათ ეს ბრალდება წაუყენა ლეიბორისტულ მოძრაობას და განაცხადა. ძალიან ბევრი პოლიტიკური სპექტრიდან პოლიტიკოსებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდს გულისხმობ, მათი მხრიდანაც ისმის ეს განცხადებები მედია საშუალებებში, საზოგადოებაში ამაზე მუდმივად საუბრობენ და რა თქმა უნდა საინტერესო პასუხები, იმიტომ რომ როცა არის ბრალდება, როგორც ამბობენ, კვამლი უცესხლოდ არ არის ამ პირიქით. ხშირად ანაცვლებენ ერთსაც და მეორესაც. ამ შემთხვევაში საინტერესოა რის საფუძველზე უნდა დაგიჯეროთ იგივე იმ ამორჩეველმა, რომელსაც შეიძლება ასევე ჰქონდეს ანალოგიური კითხვა. აი ეს ყველაფერი, რაც მე უკვე მოგახსენეთ, არის საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს იმ უზნეო, უსირცხვილო და ცილისმწამებლურ კამპანიას, რაც გაიშალა და პიკს აღწევს ბოლო თვეებში და ბოლო დღეებში მით უმეტეს, როდესაც მათ დაინახეს, რომ თბილისში და დანარჩენ საქართველოში ყოველი მეორე ამბობს, რომ აი ერთხელ მაინც უნდა ვანდოთ ის წლების წინ ნათქვამი ბატონი შალვა ნათელაშვილის სლოგანი, რომ ერთხელ მაინც გვანდეთ საქართველოს ბედი და გადაგარჩენთ. აი ეს სწორედ დღეს გახდა ყველაზე აქტუალური თქვენს და ალბათ სრულიად საზოგადოებაც ხედავთ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, იგივე ბაზრობებზე, იგივე სხვა თავშეყრის ადგილებში, რომ მუდმივად ამაზეა საუბარი და დღეს ყოველი მეორე ხმა თამამად შეიძლება ითქვას, რომელიც 8 ოქტომბერს აისახება, იქნება 10 ნომერ შემოხაზული ბიულეტინები. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის კამპანია, ასე მივიღოთ. რა თქმა უნდა, კამპანია, ეხლა ის ხედავს, რომ მას არ აინტერესებს არც ერთი პარტიის ასე ვთქვათ წარმატება, არ აღელვებს და არ აღიზიანებს. მისთვის მთავარი კონკურენტი ლეიბორისტული პარტიაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ლეიბორისტულ პარტიას შეუძლია დღეს დაანგრიოს ოლიგარქიული მაფიის ბატონობა, რომელიც აი რომლებსაც როგორც ზღაპრულდევს სოფლის წყარო, ასე აქვს მიტაცებული ჩვენი შრომის უფლება, დასვენების უფლება, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, სიცოცხლისა და არსებობის უფლება. ეს ყველაფერი აქვს მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის მიერ სახალისებულ ოლიგარქებს და ბუნებრივია ეს არ არის რიგითი არჩევნები, ის რაც 8 ოქტომბერს იქნება. ეს არის ბრძოლა ოლიგარქიულ მაფიასა და დანარჩენ საქართველოს დანარჩენმა საქართველოს უნდა მოვიგოთ. რამდენიმე წუთით შევისვენოთ და შემდეგ ისევ გავაგრძელოთ საუბარი. კიდევ ერთი ბრალდება გაისმა დღეს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ და სწორედ ამაზე გავაგრძელებთ საუბარს უკვე რამდენიმე წუთში. ყოველკვირას სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 10 საათზე გეოფაქტორი მეორე ახსნა. არჩევნები 2016. საარჩევნო მარათონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. პოლიტიკოსები პირდაპირ ეთერში უპასუხებენ მწვავე შეკითხვებს. არ გამოტოვოთ თავარი. საზოგადოება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე. იყავით ჩვენთან ერთად მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში. სწორედ ახლა წონადი არგუმენტების დრო. მოისმინეთ და შეაფასეთ. რამდენად რეალურია დაპირებები? გახსოვდეთ, რომ გაქვთ ალტერნატივა. არჩევნები 2016. გააკეთეთ არჩევანი საზოგადოებრივზე. აქიტალიური ტემპერამენტით ყოველთვის სიყვარულისთვის იბრძვიან. ლინდა რამდენიმე დღე დავიცადოთ, სანამ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ. აქ არასოდეს ხდება მოსაწყენიებები. ვიფიქრე, რომ ერთად ყოფნა ამასაც ნიშნავს. აქ შეგიძლია ყველასგან დაუფარავად ისაუბროს საკუთარ გრძნობებზე. ესე იგი მისი ნახვა გაგიხარდებოდა. აქ ეჭვიანობასაც და ჩხუბსაც თავისებური ხიბლი აქვს. იმედი მაქვს ჩვენი სიამტკბილობა რაც შეიძლება დიდხანს გასტანს. ყველა დროის საუკეთესო იტალიური სერიალი ჩენტო ვეტრინე. სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დავაკვირდეთ წინა საარჩევნო გარემოს. მე დოდო ვარ შონაღა. იყავით ჩემთან ერთად მოვლენების ეპიცენტრში. მე ზვია დავალიანი ვარ. ყოველ სამუშაო დღეს საღამოს 9 საათზე მეორე არხის პირდაპირ ეთერში ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან ერთად შევაჯამებთ დღის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ თემებს. Сепаратисты? Ополченцы. Агитация и пропаганда. Государство? Эмбарго на поставки. Покупайте свое и რადიო თავისუფლება და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმომადგენელი. ახალი საერთაშორისო პროექტი. ყოველდღე. მეორე არხზე. დღის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გადაცემაში ნამდვილი დრო. ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობას. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები არიან ჩვენთან სტუდიაში. ამ წუთას შემოგვიერთდა ბატონი გიორგი გიუაშვილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ. საუბრობთ იმ ბრალდებებზე, რომლებიც ბოლო დროს ისმის ლეიბორისტული პარტიის მისამართით და კიდევ ერთი მემარცხენე ალიანსის ლიდერმა კახაძაგანია, რომელიც თქვენი პარტიის წარმომადგენელი იყო, დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ შალვა ნათელაშვილმა
მის თანაგუნდელებს ფულის სანაცვლოდ დაავალა ხალხის მობილიზება არჩევნების დასრულების შემდეგ და რომ ის შეკრულია ბატონ მიხეილ სააკაშვილთან პროკურატურას თხოვა, რომ დაკითხვაზე დაიბარონ ბატონი შალვა ნათელაშვილი, ხოლო კახაძაგანია მოწმის სახელთაც დაკითხონ და ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რა სიტყვით ამბრალდებებს? შედგა თუ არა ასეთი თქმები თქვენს პარტიაში და მიიღეს თუ არა შალვა ნათელაშვილისგან ასეთი დავალება? არანაირი მსგავსი შეუძლებელია ყოფილიყო რაღაცა მსგავსი, იმიტომ რომ ერთი ფული რო ვინმეს დაურიგო ის უნდა კონდეს, ასეთი რაღაც არ ხდება და რაც შეეხება მოსალონელ არეულობას და დაანონსებულ სისულელეს, მე პირდაპირ უნდა ვთქვა, არანაირი ფარული ჩანაწერი, არანაირი პროკურატურა, არანაირი სასამართლო არ ჭირდება იმას, რომ დღეს გამოკვეთილია ყველა პარტიის რეიტინგი. გამოკვეთილია რეალური სურათი, რომ ლეიბორისტული პარტია არა თუ 5, არამედ 35%-ის ზემოთაც არის და ბოდიში გაგაწყვეტინეთ ბატონ ბეჟან, სად გამოიკვეთა ეს ყველაფერი? გამოკვეთილი. რაიმე კვლევას ხომ არ მოიშველიებთან? რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ხო ვატარებთ შიდა მოხმარებისთვის კვლევებს და ესეც არ იყოს, რაც წეგან მოგახსენეთ მე იმ სლოგანთან დაკავშირებით, ყოველი მეორე ამას ამბობს. ეს არის რეალური სურათი, რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა რაღაცა შეთქმულებას აწყობს, არანაირი შეთქმულება არ ჭირდება იმას, რომ თუ არჩევნები ტოტალურად გაყალბდება, ამ არჩევნებს უპირობოდ აგებს ოცნება და თუ ის კონკრეტულ ფაქტებით გააყალბებს არჩევნებს და ამ ფაქტებს გამოავლენენ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე, შესაძლოა არავინ არ დარჩეს სახლში და გავიდეს ქუჩაში. ახლა როდესაც ხალხს არჩევანს პარავ, შენ მზად ხარ შემდეგ 4 წელი მოპარო ბიუჯეტი, მოპარო აფათურო მის ჯიბეში ხელი და ბუნებრივია ყველა თავმოყარე ქართველი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში გავა ქუჩაში და დაამთავრებს ქუჩიდან, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მეთოდებით ამხელის ის რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ისმის ხოლმე, მოდით ვთქვათ კიდევ ერთი. საზოგადოების ნაწილი ხშირად ამას აღიქვამს როგორც ერთგვარ შემკობას პარტიის მხრიდან მეორე პარტიისა. გარდა იმისა, რომ თქვენ ამბობთ, რომ ბრძანდებით ძლიერი კონკურენტი გულისხმობთ თქვენს პოლიტიკურ გუნდს, როგორ ფიქრობთ? თვითონ ბიძინა ივანიშვილი ამბობს თავისი ისტერიული გამოხმობებით ლეიბორისტების. კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი, იმიტომ რომ ერთგვარად როცა საარჩევნო მარათონია, ასე ვთქვათ, ბრძოლის ველზე, შეიძლება თქვენი მხრიდანაც იყოს მწვავე განცხადებები, იგივე მართველი გუნდის მისამართით, იგივე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მისამართით, ამიტომ ამბობ, გარდა იმ ეგრეთ წოდებული დაუშვათ დასკვნებისა, რომელიც არის თქვენს პოლიტიკურ გუნდში, კიდევ რა მიზეზებს ხედავთ? ან ვის შეიძლება აწყობდეს კიდევ, იმიტომ რომ მე ხაზი გავუსვი ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, ვისი მხრიდანაც ისმის მსგავსი ტიპის პრობლემა. რაც შეეხება ამ თემას, მე პირდაპირ გეტყვით, რომ თავი, ისა ნათქვამია, თევზი თავიდან ფუჭდება. სათავე ამის ამ ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანიის არის სოლოლაკის ჩუშის სასახლეში გამომწყვდეული ცნობილი ეს მილიარდელი ბატონი. სხვა აქ არაფერი არ არის. ეხლა ეს დანარჩენი ლიფსიტები, ეხლა ჩვენ ასეთები არაერთხელ გვინახავს, როგორ უნისონში გვაბრძანებდნენ ასლან აბაშიძე და შევარდნაძე იგივეს თავის დროზე, მერე სააკაშვილი და მისი გარკვეული კამარილია გვაბრალებდა იგივეს და ესეთი ბრალდებები წინასაარჩევნოთ, როდესაც იმ მაფიას, რომელიც 25 წელია ვერ მოიცილეთ საქართველოს ხელისუფლებიდან, მცირე პერსონალური სულილებების გამოკლებით, ხო? რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ეშინია ლეიბორისტული პარტიის. აქ არის უკვე კლასობრივი დაპირისპირება და არა უბრალოდ ის. კი ბატონო, გასაგებია. მოდით მივცეთ ბატონ გიორგისაც საშუალება გვიპასუხოს კითხვებზე. სულ რამდენიმე დღე დარჩა. კი ბატონო, გიორგი გიუაშვილი, ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატი. ნებავთ დავიწყოთ ჯერ ბორჯომის პრობლემებზე საუბრი და გადავიდეთ ამ თემასაც შევეხები. მე ვარ მოქმედი ბორჯომის საკრებულოს წევრი. შეთქმულებას ნამდვილად აქვს ადგილი და ეს შეთქმულების და ამ შეთქმულების მთავარი მონაწილე არის ბიძინა ივანიშვილი და ის პარტიები, რომელიც მის თამაშს თამაშობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ. მოდით გავშიფროთ კიდევ გარკვეული მომენტები. კი ბატონო, დავასახელებ პოლიტიკური გუნდები, სადაც მაგალითად ბორჯომ მე არ ვისაუბრებ ბრტყელი ფრაზების სტანდარტული რაღაც სიტყვებით და ასე შემდეგ. თუნდაც ბორჯომის მაგალითზე და თუნდაც აი მემარცხენე ალიანსის მაგალითზე. დამისახელეთ ბოლო ან 1 წლის უკანდელი ან ამ წლების მანძილზე მემარცხენე ალიანსის რაიმე სახის აქტივობა სხვა საკითხთან დაკავშირებით გარდა ლეიბორისტული პარტიის ლანძღვისა. ეს არის სუსის შექმნილი პარტია, სუსის ასე თქვა ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს დავალება მხოლოდ შალვა ნათელაშვილზე იმუშაოს მის
ანტიპიარი ახორციელოს მასზე და აი ამას აკეთებს რა, რამდენად მოსახლეობა ამას დაიჯერებს და რამდენად ამას გავლენა იქონიებს ეს სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ეს აქტიური ფაზაშია გადასული, როგორც არასოდეს ამ ბოლო 10 წლის მანძილზე ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ და ზემოთ წამოვიდა და ეს არის განპირობებული როგორც ბატონი შალვას, ასევე იმ ახალი გუნდის, რომელიც დღეს ლეიბორისტულ პარტიაში მოღვაწეობს, ბატონი ბეჟანის, ჩემი და ასეთი დანარჩენი სუფთა წარსულის და მებრძოლი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც დღეს არის ამ ლეიბორისტული პარტიის რიგებში და საკმაოდ წარმატებით ვებრძვით ამ უსაქმურ, კორუმპირებულ და დამნაშავე ხელისუფლებას. მე აი მინდა ბიძინა ივანიშვილსაც მივმართო და მთელ ქართულ ოცნებას. ჩემ მაგალიძე, თუნდაც ბორჯომის მაგალიძე 2002 წლიდან ვიბრძოდი. მე წინა რეჟიმსაც ვებრძოდი, დღესაც სამჯერმეც ვაქტიურობ და სხვათა შორის მე ვიყავი გამგებლის მოადგილე ოცნებიდან 9 თვის მანძილზე. 2012 წელს ვიყავი ოცნების შტაბის იურისტი, შემდეგ აუტანელი ვითარება ქართულ ოცნებაში, არის კორუფცია, არის გადაწყვეტილების მიმღების სუსი, უშიშროების სამსახური, რომელთანაც მე ვიყავი დაპირისპირებული და ეს დაპირისპირება, ასე თქვა, ჩემს სასარგებლოდ არ დასრულდა. ერთადერთი მართალი პოლიტიკური პარტია, სადაც მე არ დამბლოკეს. დაპირისპირება რას შეეხებოდა? სუსისთან მიმართებაში პირდაპირ სუსი ატარებდა უშიშროების ბორჯომის სამსახურის უფროსი გამგეობაში თათბირებს, წუნებულებს აძლევდა მითითებებს, ყველა ფერში ერეოდა, ყველა ინფორმაციას, აბსოლუტურად ყველაფრის გადამღები. ეს ტიპის მითითებები. ყველანაირი სახის მითითებები არჩევნებთან მიმართებაში, წუნებულების, ანუ აი ფაქტურად რამის ქცევის კოდექსის დაწესებამდეც კი მიდიოდა, ვინ რომელი წუნებული როგორ უნდა მოქცეულიყო, რა საბუთი უნდა გადაგვეცა მისთვის, რა ინფორმაცია უნდა მიგვეწოს, საშინელი და ასევე პირადი თემები ქონდა მას, რა თქმა უნდა, ჩემთანაც. მე სოფლის მეურნეობას ხელმძღვანელობდი მე, აღმოუჩინე სუსის უფროსის მამას, რომელიც საგადასახადოში მუშაობდა წინა წლებში, 7 ჰექტარი სათივე, რომელსაც წლების მანძილზე ის ამ მქონებას ფლობდა, ათიბინებდა, აქირავებდა, იღებდა შემოსავალს, არ გავათიბინე და გავათიბინე გლეხს, რომელსაც დღესაც კი არ ვიცი მისი სახელი და გვარი, რომელიც მოგვადგა და გთხოვდა დახმარებას, რომ საქონელი ზამთარში მოუკვდებოდა, ასე ვთქვათ, შიმშილით, რომ ეს და მითხრა, რომ აი ეს ადამიანი ეს რაღაცას აკეთებს და მე საქონელი შემოსავალი არ მაქვს, თივას ვერ ყიდულობ და გამაგებინეთ რა ხდება, ითხოვდა პასუხს და აი ესეთ საქმეებზე იყო ასევე პირადი დაინტერესებები და სხვა უამრავი კიდევ ფაქტები. ჩემი გათავისუფლებიდან 1 თვის შემდეგ მისი ცოლი ხდება ბაკურიანში 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, ასე ვთქვათ, მესაკუთრე. აფორმებენ ბატონ გიორგი, კონკრეტული გვარები დაასახელეთ, მხოლოდ რეგალებით. კი ბატონო, მე მივახციე იმას, რომ გიორგი აბრამაშვილი გათავისუფლდა მთლიანად ორგანოებიდან. მე შევიტანე გენინსპექციაში საჩივარი ყველა ამ ფაქტებთან, მოკვლევებთან დაკავშირებით, არც ერთი ფაქტი მე არ მაქვს დატოვებული რეაგირების გარეშე. ბორჯომში კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ შეტანილი მაქვს ათობით ფაქტი პროკურატურაში, სულ ყველაზე არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მიდის გამოძიება და მე ამა თუ იმ თავრობის პირობებში იმედი მაქვს, რომ ამას მაინც ბოლომდე მივიყვან და ყველას თავის საკადრის პასუხი გაეცემა. ვინ არის აქედან გამომდინარე ნაცმოძრაობის დავალებების შემსრულებელი? მე, გიორგი გიუაშვილი, რომელმაც მთელმა ბორჯომა იცის 2003-2003 წლიდან ვიბრძვი ყველა არჩევნების მონაწილე, დამკვირვებლად, კანდიდატად, წარმომადგენლად, უბნებში, რამ არ გადაიარა ჩემ თავზე და ის მანდატი, რომელიც მე სუსის უფროსმა დამიმალა შტაბიდან გააქრეს, ჩემი გაწევრიანების ბლანკი ვერ გათვალეს, რომ მე ვიყავი მეორე ყრილობის დელეგატი, მაქვს ბეიჯიკები, მოწმობები, აბსოლუტურად მთელი საგაღალდე და აი ისიც ამაქვს დღემდე და ველოდები იმ საშუალებას, რომ სადმე აი ივანიშვილს შევაყარო ეს დოკუმენტები და დაუბრუნო ეს მისი ქართული ოცნების ჩემი მანდატი და ჩემი დოკუმენტაცია, როდესაც ის ახსენებს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ რაღაც ასეთ კონტექსტში. ბატონ გიორგი, დავუთმოთ თქვენთვის განკუთვნილი დრო, რა თქმა უნდა, იმ დაპირებებსაც, რომელიც აქვს ლეიბორისტულ მოძრაობას, ეტაპობრივად ჩვენ შევეხეთ განათლების სისტემასაც, იმ დაპირებებს, რომელიც სოციალურ პაკეტებსაც გულისხმობს. ამ შემთხვევაში ბორჯომის მოსახლეობას რას პირდებით თქვენ? მე დაპირებები, მე თქვი რომ სტანდარტული ფრაზებით არ ვისაუბრებ, მე დაპირებები არ მჭირდება, იმიტომ რომ მე მესამე წელი ვარ საკრებულოს წევრი და ვარ თამამად შემიძლია ვთქვა და მოსახლეობა დამეთანხმება,
ვარ საკმაოდ აქტიური საკრებულოს წევრი, რომელიც თუ რამე ოპოზიციური, რამე მოძრაობა ხდება ბორჯომის ინტერესების სადარაჯოზე ვდგავარ, თითქმის ყოველდღიურად. არ არის მოჭრილი ხედა უხარისხო მშენებლობა, სადაც მე იქ არ ვარ და მე რეაგირებას არ ვაკეთებ, ხელჩართულ ბრძოლამდე მიდის საქმე. ყოველდღიურ რეჟიმში მინერალური დაკეტილი წყალი, გადაჭრილი ხე-ტყე, უხარისხო მშენებლობები, 180%-იანი პრემია დანამატები, აი დაუსრულებელია იმ მსგავსობების ჩამონათვალი, რომელიც იქ ხდება ბორჯომში, მაგალითად გუშინ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, ესწრებოდი რა თქმა უნდა სხდომას, 25 წლით გადასცეს ეგრეთ წოდებული გოგიდის აბანოები ცნობილი სერნი ვანებს ეძახიან ერთ-ერთ კონკრეტულ ბიზნესმენს, რომელმაც ქველმოქმედებას ამოფარებულმა ჯერ რეაბილიტაცია ჩაუტარა ამ ობიექტს, ეს არის ბორჯომის ერთ-ერთი სიმბოლო. ხალხი იმიტომ ჩამოდის ბორჯომში, რომ ბოდიშით ჰაერი ჩაყლაპოს, ბუნებაში გავიდეს და დატკბეს იმ ბუნებრივი სიკეთეებით, რომელიც იქ არის, იმიტომ რომ შექმნილი იქ ინფრასტრუქტურა ტურიზმის განვითარებისთვის ფაქტიურად არ არის ბარი ბოდიშით, იქ არ არის დისკოტეკა, იქ არ არის რამით რომ გაერთოს, არის ბუნებრივი სიკეთეები. მოდით ვუპასუხოთ ზარს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გამგეობიდან რეკავენ და ალბათ იმის საპასუხოთ, რაც ბრძანეთ ჩვენს ეთერში. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა, ბრძანეთ. მე ახლა ახალდაბი დამრეკა, ახალდაბი გამ, ბორჯომის რაიონიდან. დიახ. მე ახლა ვარ ბორჯომის გამგეობის წარმომადგენელი და ახალდაბაში. წმუნებულია მარად ჩადუნელი, ხმაზე ვიცანი კი. მარად ჩადუნელი, გიორგი იუაშვილი, მე კარგად გიჩვენოს. ოსი გიო. გიცანი მარად, გიცანი. კი. ბრძანეთ, კითხვა რა გაქვთ? მე არ მახსოვს გიორგი. შემთხვევა, რომ მე უშიშროებას დავებარებიო და ჩემი დავალება მოეწეს. ეშენ კარგაცი. და შედი გამგებლობის პერიოდში 2014 წლის გაზაფხულზე თვითმმართველობის არჩევნებამდე როგორ კაბინეტში სხდომათა დარბაზში როგორ შეყავდით გიორგი აბრამაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების წინაც და როგორ გაძლევდათ მითითებას კარგად გაიხსენე კარგად გაიხსენე შეხარ მოქმედი საჯარო პირი და შენგან რა თქმა უნდა ეს აღიარება არ მოხდება და შენ მათ დავალებებს ასრულებ შენ ყოველდღიურად ფოტოსურათებს დებ Facebook-ზე როგორ კეიფობთ როგორ ხარჯავთ სახელმწიფო ფულს რესტორნის ხარჯები სადილების ხარჯები შენ ხარ მათი მივცეთ ერთმანეთს საშუალება გეკეთება სტუდიაში პასუხი შესაძლოა დაასრულეთ თუ შეიძლება თქვენი აზრი და შემდეგ გავაგზავნოთ არ გამოწევ ჩვენ გამგების მოვალეებს განდებოდი შენ ბატონო ახალაბაში რომ მოდიოდი ჩემთან ლიმინთ რომ მოდიოდი აქტოს მაგიანდა დაგანებოდი მოვალეებს შენ დაამტკიეს რო ხარ მოგალა და ის კიდე როცა რომ მუშაობდი გამგებაში რამდენი პრემია ეს თუ გაქვთ ჩემს წინააღმდეგ კომპრომატი მე თქვენ გამხელთ ყოველდღიურად ხალხის ფულის ჭამაში უამრავ უმსგავსობაში და დანაშაულებებში გაყალბებულ ტენდერებში უხარისხო მშენებლობებში 180%-იან პრემია დანამატებში და თქვენ ავრცელებთ დეზინფორმაციებს რომ რაღაცა ავტოსაგზაო შემთხვევა ადამიანს შეემთხვა და რაღაცა ცხოველს დაეჯახა და რაღაცა სისულელე ეს თქვენი სამარცხვინოა ეს სამარცხვინო და მე შემდეგ გაიცი მაგალითად ახალდაბაში ვერ მოაწყვე 4 წელი გედი ფოფხაძე რომ თვალით ახალდაბაში არავის არ უნახია და ეხლა რომ გაკვეთილებს ატარებს სკოლაში დაიწყო მუშაობა იმასთან რატომ არ გაქვს პრეტენზიები მარად სიცხვილის გზნობა და სამართლიანობის გზნობა სულ დაგეკარგათ ხელფასებმა და პრემიებმა სულ დაგიკარგეს 4 წელი ახალდაბაში გედი ფოფხაძე თვალით რომ არავის არ უნახია და ეხლა ჩამოდის და იტყუება რომ 4 წელი თქვენთან არ ვიყავიო და ეხლა თქვენთან უნდა ვიყო ბოდიშითო მოდით ბატონო კორექტულად ვისაუბროთ თუ გაქვთ კიდევ რაიმე დამატებით შეკითხვა ბრძანეთ არ მოგცემთ თქვენ რა თქმა უნდა ეს იგივე სუსის დავალებით იყო დარეკილი ზარი ჩვეულებრივად თუ შეიძლება მოდით დაასრულეთ თქვენ რომ არ იფიქროთ რომ გაქვთ ისე დაასრულეთ თქვენი წინადადება გაითიშა წინადადება აი ხან დაარეკინა სუსმა ჩვეულებრივად და თუმცა მეთქვა რომ არასოდეს არანაირი დავალება არ მეუღია სახელმწიფო აბა სხვას რას იხვის მოქმედი საჯარო პირი რომელიც მუშაობს და არის მათი ყურმოჭრილი ასე ვთქვათ მონა და ასრულებს ყველა დავალებას დღესდღეობებს ის ამ დავალებებს და სუსი ძალიან აქტიურია და სუსთან დაკავშირებით კიდე ცალკე ვისაუბრებ
საუბრობს და მეტი კომპრომატი ვერაფერი ვერ დამიყენეს. მე როდესაც ჩემი მუშაობის პერიოდში შესაძლოა რაღაც ავტოსაგზაო შემთხვევა იყო რაღაც ცხოველთან მიმართებაში. სოფლის მეურნეობას ხელმძღვანელობით და ადამიანს ხო არ დავჯახები ვარ სიტყვაზე, ხო? ჯერ ერთი არც ეგ ფაქტი არ მომხდარა. არც ეგ ფაქტი არ მომხდარა ფიზიკურად და არსად არ არის ეს ფაქტი არ ვერაფერს მტკიცებულება ამათ ხელზე არ აქვს, უბრალოდ ჭორის დონეზე ააგორეს რაღაცა და აი ეს რო აი რაღაცას რო დაეჯახე და რაღაცა საკრებულოს თავმჯდომარე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ერთხელ მანქანა დაუწვეს, მეორედ მიკროავტობუსს დაეჯახა 17000 ლარი Toyota გარემონტება დაუჯდათ, იმაზე რეაგირება არ აქვს და მე თურმე რაღაცა შემთხვევა საგზაო შემთხვევა და ყველას გასაგებია მოდით კიდევ ერთ ზარს უპასუხოთ მაყურებელი რეკავს საღამომშვიდობის თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით დასვით კითხვა ეს თუ შეიძლება მომისმინეთ ბახატიეთ თქვენ შემულოთ თქვენ გეუბნებით ბრძანეთ გისმენთ ალო გისმენთ თქვენ რო ამბობთ რომ აი ესეთი პაპიროსანია შალვა ნახილაშვილი მაფერებული არავის არაუღია საერთოდ საქართველოში რაც მაგანა იყო და თქვენ კიდე თავზე ხელს უძღვამთ რომ შალვა მაგარი ბიძია. ვის გულისხმობთ ბატონო, ვისგან აიღო ფული? ვის გულისხმობთ? გითხარით და დაგემშვიდობებით. მაგას რატო გეტყვით? მაგას ჩემზე გარდა მაგას მაიცია. გასაგებია. ხელი როატია, ჩემზე გარდა მაგას მაიცია. გასაგებია, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ზარისთვის. მე პირდაპირ ვადანაშაულებს მსმენელს რომ მან ნამუსზე აიღო ხელი, როდესაც ყოველგვარი ფაქტების და დასაბუთების გარეშე აი ასეთ სილისწამებას ავრცელებს და ბუნებრივია ეს ზარი არ იყო მიუკერძოებელი და ობიექტური ადამიანის. ეს იყო აი ლიფსიტებისგან განხორციელებული ზარი, რომელიც ფაქტიურად ასრულებენ ისევ და ისევ ბიძინა იონეშვილის დავალებას, თუმცა მე მინდა უთხრა მათ და მიუმართო ამ ოლიგარქიულ მაფიოს ნომერ პირველს საქართველოში, რომ ნებისმიერი მისი მცდელობა უკვე აშკარად ემსგავსება წყლიდან ამოყვანილი თევზის ფართხალს, რომელიც არის უკანასკნელი ფართხალი და ჩვენ ყველას გვინახავს იმ თევზის ბედი როგორც ვთავდება. აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მე მინდა უთხრა მას, რომ ტყუილად ხარჯავს ამ კოლოსალურ თანხებს დაქირავებაში, შალვა რამიშვილის დაქირავებაში, რომ ხევ დახტის და იქიდან პროფილებში უღებს ბაზალეთის სახლს შალვა ნათელაშვილისას, რომელიც კომუნისტების დროს აშენდა და ჩემი ბავშვობა მაგას უყურებდი, როგორ შენდებოდა ეგ სახლი. შალვა რამიშვილი, ეხლა გუშინ კიდე რომელიღაცა მომღერალი გამოვუყვანიათ ასევე რაღაცა ცრუბრალდებებით, რომელი მომღერალიც საკუთარმა შვილმა საჯაროდ განანძღა და აგინა და ეს ყველა ვნახეთ მაშინ. ეხლა საკუთარი ოჯახის წევრი რო არ გინდოს, ესე არ ახარ და სად არის ეს აღებული ფული, ხო? შალვარამიშვილი როგორც ჟურნალისტი ასე შალვარამიშვილი ჟურნალისტი აღარ არის, ის არ არის, ის არის ჩვეულებრივი დაქირავებული ტაკი მასხარა ივანიშვილის. ახლა ჩვენ ნახეთ რეებს აკეთებს და შეიძლება იყოს თავისუფალი ჟურნალისტიც, მოდით არ გინდა მაინც ვინც არ უნდა იყოს შეურაცხმყოფი. ერთი სახლის პრობლემა, ხო? დღეს საქართველოში უამრავი ბოდიშით ადამიანია ისეთი უღირსიც, მაფიოზაც, საშუალო შესაძლებლობის ადამიანებიც, ხო, რომელსაც გაცილებით უფრო მდიდარი სახლები აქვს, უფრო ძვირად მიდებული სახლები აქვს. პოლიტიკოსები ყოველთვის არიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში შესაძლოა. ეს არის შეყვანილი რომელიმე სხვა ქვეყნიდან ჩვენი კოლეგა, რომელიც დაუშვათ არ საქმიანობს ქვეყნის ფარგლებში შიგნით, მაგრამ მისი ობიექტი გახდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსის სახლის ეს ალბათ გასაკვირია. გაცილებით ძვირად მიდებული სახლები აქვს. მოდით ვისაუბროთ, რაც გასჭირსაგანი იყო, თქვათ ბაკურიანში გვახსოვს ასეთი ძალიან ბევრი და შესაძლოა ასეთი შემთხვევები იყო ბორჯომის რაიონშიც. თქვენ ერთ-ერთის შესახებ თავადაც სწორედ ბაკურიანის საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ამ საქმის გახმოვანების და პასუხის მოთხოვის მე გავხდი, როდესაც მე მიმართე პროკურატურას და მათ შორის ერთ-ერთი განცხადება ჩემიც არის ამ საქმესთან დაკავშირებით. ბაკურიანის თემასთან ჯოხი გადატეხეს უბრალო ადამიანებზე, მოქალაქეებზე, ამზომველებზე. რა მოხდა რეალურად? რეალურად მოხდა ის, რომ აი ახლა მისი კოლეგა, ახლა ვინც რეკავდა, აი ესეთი ვერწმუნებული ბაკურიანის გამგებელმა გასცა 45 თუ 49 თუ 50-მდე დაახლოებით ყალბი ცნობა, დარეგისტრირდა 50-მდე ჰექტარი მიწა სხვადასხვა ადგილებში ბაკურიანში და მოხდა გაყალბება ამ მიწების სატყეო ტერიტორიების და ასე შემდეგ. ის იძახის, რომ შეცდომაში შეიყვანეს მოქალაქეებმა, დააწერინეს ყალბიცნობები და მოხდა ის არაფერ შუაში არ არის. ასეც რომ იყოს, იმ ხელისუფლებას რა უთხარი მე 49-ჯერ მოტყუებულ გამგებელს დღემდე თანამდებობაზე რომ ტოვებენ.
უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს ამ ადამიანს და უბრალოდ ადამიანებს იჭერენ, ამ ზომელებს, ვინც აზომეს ეს მიწა იჭერენ, იგივე სუსი იყო აქტიური ამ მიწების დაკანონებაში. ამ ინფორმაციასაც გავასაჯაროვებ მე, ერთ-ერთი სუსის მაღალ რა ფართობზეა საუბარი? ჰექტარებზეა, 10-ობით ჰექტარზეა საუბარი, სხვადასხვა პრესტიჟულ ადგილებზე, კოხტას მიმდებარედ, კოხტის ძირი და 25-იანებს ეძახიან. და რა ვერსი გაქვთ, ვინ იყო დაინტერესებული ამ ყველაფერში? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უამრავი ჩინოვნიკი ამაში დაინტერესებული და გარეული, იმიტომ რომ კონკრეტულად თუ გამგებელი ვერ გასცემდა ამას. ძალიან რამოდენიმე მე მაქვს ინფორმაცია, როდესაც ერთ-ერთი ნაკვეთი უნდა გაფორმებულიყო, ყველაზე გაყალბებული ნაკვეთები არის ერთად მოყრილი თავი. ერთად აქვს მათ მოყრილი თავი, ეს სექტორობით ის უნდა გაერთიანებულიყო და ეს იყო სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ლუკმა. სუსის ერთ-ერთი მაღალ ჩინოსნის შვილზე უნდა გაფორმებულიყო ეს ნაკვეთი. ერთ-ერთ მოადგილეზეა საუბარი. სუსის სამინისტროში ერთ-ერთ მოადგილეზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მე ამას ვერ დავასახელებ. მოხდა ისე რომ წინა დღეს როდესაც ის ადამიანი იყო ჩამოსული ბორჯომში და მას დაყვებოდა ბორჯომის სუფროსი გურამ ჩადუნელი, წინა რამდენიმე საათ ადრე პროკურატურამ ეს ნაკვეთები დააყადაღა და ვერ მოაწეს გადაფორმება. ეს რომ მომხდარიყო და ამ პიროვნებას თავის თავზე გადაეფორმებინა, დღეს გამოძიება სულ სხვანაირად წავიდოდა და გაცილებით დიდ შედეგს მივაღწევით ამ საქმის გახსნაში. მაგრამ საბოლოო გიორგი ბრალდებები ზოგადად ძალიან ვრცელი თემა, იმიტომ რომ ბევრი კითხვა და თან რთულია, როდესაც არ არის ოპონენტი სტუდიაში და მათ გარეშე გვიწევს ჩვენ მხოლოდ ერთ მხარეს მოვუსმინოთ, ამიტომ მე კითხეთ გნება დაპირებები თუ არა. მე მაქვს დოკუმენტაცია და გამოვაქვეყნებ ამ დოკუმენტაციას, როდესაც სუსის უფროსის მამას ჩუქნიან კურორტულ ადგილებში, სოფლებში 1500 კვადრატულ მიწის ნაკვეთებს, როდესაც დღეს ბაბუა და ბებია აღარ ჩუქნის არავის აღარაფერს, ხო? და თქვენ გაქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხდება სადგერში საკურორტო მნიშვნელობის ერთ-ერთ სოფელში მიწის დარეგისტრირება, რომელიც არ იყო სახელმწიფო საკუთრება და ის გააფორმეს ერთ-ერთ ადამიანზე, მერე გადააფორმეს. და თუ ეს დოკუმენტაცია არსებობს ამდენი რა თქმა უნდა, რეაგირება არ მიდის. მე მაქვს ყველაფერი აღიარებული მიდის გამოძიება, არის დღემდე ეს გამოძიება დაახლოებით მარტის თებერვლის თვიდან კი ბატონო, მე დაგისვით კითხვა დაპირებები თუ არ მოგწევთ, მოდით ჩავანაცვლოთ ასე ქმედითი ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავთ, დავიწყოთ ჯერ ბორჯომის რაიონით, გადავიდეთ შემდეგ წანისცეთს, ვთქვათ ასე, პირველი რაც სიკეთესაც მიიღებს თქვენი პოლიტიკური გუნდიდან ბორჯომში. ამას და კიდევ გავიმეორებ. პირველ რიგში არ მოვატყუებ და არ დავემალები ამ მორჩეველს, როგორც აკეთებდა გედი ფოფხაძე. ჩვენ სამწუხაროდ 4 წლის მანძილზე მაჟორიტარი დეპუტატი არ გვყავდა, ის იყო ეკა ბესელიას კამერდინერი, ასრულებდა მის შაუბნელ საქმეებს, დავალებებს და აკეთებდა. უამრავი პრობლემაა, მე კიდევ ჩამოვთვალე რა, კორუფცია, ნეპოტიზმი, ბორჯომი არის ჩემი ცოლის დაქალებად არის მონათლული ბორჯომის მუნიციპალიტეტი და აიპები და ასე შემდეგ, გაბერილი შტატები, უხარისხო მშენებლობები, შეწყვეტილი სოციალური დახმარებები, 405 ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარება გასულ წელს სამცხე ჯავახეთში, ხო? სად იყვნენ? გინდაც ეხლა დღევანდელი კანდიდატები. არა, ბრალდებები არა, ნამდვილი ფაქტებია ეს. კი ბატონო, არა, გაძლევთ საშუალებას რომ ეს თქვათ, მაგრამ ასევე საინტერესოა მე ამ შემთხვევაში როგორც ამორჩეველი დაინტერესდებოდა რომ რას მიიღებს მოქმედი დეპუტატი და სად იყვნენ ეს დანარჩენი კანდიდატები, რომელიც ეხლა ბორჯომის სიყვარული არიან ახსავსეთ. გამოჩენილი და მე ამ თემების ირგვლივ ვიბრძოდი. მე ამ თემების ირგვლივ ვიბრძოდი მთელი ამ 3-4 წლის მანძილზე, ვიდექი ხალხის გვერდით, ძალიან ბევრი თემა გამქონდა კიდევაც და ვაღწევდი წარმატებას, როდესაც 1 წლის მანძილზე ბორჯომში თითქმის მინერალური წყალი იყო შეწყვეტილი და ჩემი აქტივობით და ადგილობრივი ტელეკომპანიის აქტივობით იძულებული გავხადე რომ გამოეშვათ ეს წყალი და დღეს წყალი მოდის. იგივე პარკში უამრავი საღიხე გადაჭრეს, მე რო ამ ყოფილიყავი გაცილებით უფრო მეტი შედეგი იქნებოდა. ამბობთ რომ იმდენი აქტივობა დაგროვდა თქვენს ანგარიშზე რომ ეს შეიძლება იყოს მიზეზი. მე ჩემი საქმით, ჩემი შრომით, ჩემი გაწეული მუშაობით მე დავანახე ბორჯომის მოსახლეობას, როგორ შეიძლება მუშაობდეს, როგორ შეიძლება უყვარდეს საკრებულოს უხელფასო წევს, თავისი რაიონი, თავისი ხალხი და როგორ შეიძლებაოდეს, აი როგორ შეიძლება ყურადღება, მთავარი ყურადღება და თავარიაც ბრძანოს თუ შეიძლება. გული და ყურადღება და აკეთოს საქმე და მიაქციო ყურადღება. დანარჩენი ყველაფერი მოსამოგვარებად. ბატონო ბეჟან, ძალიან ბევრი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ყოველთვის ისმენს
დაპირებები დავარქვათ, პროგრამული პრიორიტეტები დავარქვათ, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ამ მომრჩეველს, რომელიც სწორედ გადაწყვეტილებას 8 ოქტომბერს მიიღებს, მათ აინტერესებთ გზები თუ როგორ მოგვარდება ეს პრობლემები, რომელიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში ამ შემთხვევაში მოდით ვისაუბროთ კრწანისზე, თქვენი გეგმის მთავარი პუნქტები რა არის და სამოქმედო გეგმაზე ზოგადად. მე ძალიან ირონიით კი არა და სულდათ უყურებ ხოლმე იმ ფაქტს, როდესაც მაჟორიტარი გამოვიდა პირდება გზის გაყვანას, პირდება იმას, რომ მოახდება კატოქს და ასვალს გადაუგებს, ან ლიფტში აძვრება და შეაკეთებს, ან სახლის სახურავზე ავა და შემდუღებლის ფუნქცია შეითავსებს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ტყუილი და ბლეფი. შესაბამისად, პარლამენტარის ფუნქცია არის იმ საკანონმდებლო ბაზის შექმნა ერთის მხრივ, რომელიც ყოველდღიურად გააუმჯობესებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოფა ცხოვრებას, არა ტელევიზიით და აციმციმებული ფურცლიდან, რომ აი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და რომელიც ასეთი ფურცლები ძალიან ხშირად გავს შეჰერეზად და 1001 ღამის ზღაპრებს, არამედ საკუთარ ჯიბეზე, საკუთარ ხარჯებზე უნდა ასახოს მოსახლეობამ თუ რაოდენ მიდის ეკონომიკურად წინ ქვეყანა და ჩვენ ლეიბორისტები ამის გარანტი ნამდვილად ვართ. ჩვენ არ ვპირდებით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას იმისას, რომ გატარდება პირველ რიგში საბანკო რეფორმა, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 7%-ს და შესაბამისად არ ექნება პრობლემა ადამიანებს გამოიტანონ კრედიტი და განახორციელონ თავისი ჩანაფიქრები, შექმნან მცირე და საშუალო ბიზნესი და ეს ნამდვილად გამოიწვევს მართლაც ნაწვიმარზე სოკოებივით ამოსულ სამუშაო ადგილებს. პირველი არის ეს, მეორე არის 40,000 სტატუს შეჩერებული სტუდენტი, რომელიც ჩვენი მოსვლის დღიდან და პარლამენტის სამუშაოების დღიდან მეორე დღესვე დაბრუნდება იმ აუდიტორიებში, საიდანაც გამოაგდეს გადაუხდელობის გამო სწავლისკირის და ამ ხარჯებს ბუნებრივია სახელმწიფო ბიუჯეტი აიღებს თავის თავზე, რომელ ბიუჯეტსაც ამის სახსრები ნამდვილად აქვს. მესამე ეს არის საპენსიო რეფორმა, რომელსაც პირველ რიგში ნიშნავს, ახლა ჩვენ იცით, რომ ბატონ ბეჯერ მაყურებელი გველოდება, მოდით მოვუსვენოთ და ჩვენც მოვინიშნოთ, კიდევ ერთ ზარს უპასუხოთ, შევისვენოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი საღამო მშვიდობის პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მინდა ახლა თქვენ გითხრათ ჟურნალისტებთან მაგ ბიჭებსაც ვინ კაც სტუმრად. შალვა ნათელაშვილი არის უაღრესად კეთილშობილი ადამიანი. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. არც ერთი პარტია არ მომწონს, მაგრამ შალვა ნათელაშვილი უაღრესად კეთილშობილი. როგორ არ ცხონია ერგებლიძეს, როგორ არ ცხონია მაგ დოქლაპიას მართლა არც მომღერად რო ვარ და არც ადამიანად რო ვარ, გაი როგორც აღნიშნა მაგ ბიჭმა თავის შვილთან არა აქვს ურთიერთობა. კორექტულად ვისაუბროთ, ქალბატონო. ნუ დავაბინძურებთ ეთერს. კორექტულად ვისაუბროთ, მესმის ბრალდებები, მაგრამ თუ შეიძლება. თვითონ რატო არ არის კორექტულები? ვისგან აიღო? ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ კორექტულად ისაუბრონ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ ეთერში შეიძლება საუბროს. და ani სოთო შატბერაშვილს არ სწონია, ნათელაშვილი რეებს ლაპარაკობს. არ სწონია? გასაგებია, ქალბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია, დიდი მადლობა აქტიურობის. ამათ არაფრის არ ცხონია და მზად არიან 2 გროშის ფასად სოლოლაკის სასახლის ბოძზე იცეკონ ბიზნესთვის გამრთობის. საერთაშორისო ჩვენ გასულ კვირას, მაშინ როცა იყო თქვენთვის განკუთვნილი დრო, მაშინაც კითხავით კორექტულობისთვის და იგივე უნდა გთხოვოთ თქვენ. ბატონი შალვა არის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რეიტინგი და თავისთავად, როცა არის ძალიან მაღალი რეიტინგიც და ცნობადობაც და ასე ვთქვათ, გარდა პულსის გასინჯვისა კიდევ ძალიან ბევრი დიდი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ამ მრჩეველს, საინტერესოა ზოგადად პოლიტიკური გუნდის მიმართაც არის გარკვეული კითხვები და ამიტომ ვცდილობთ მივაწოდოთ საზოგადოებას სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის გადაწყვეტილების მიღების დროს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პენსიებზე დაასრულეთ, რამდენიმე წუთით შევისვენოთ და ისევ გავაგრძელოთ. პენსიებს ეს არის პირველ რიგში ჩვენ გვინდა იმის თქმა, რომ პენსიები ამ ეტაპზე ვერ გაიზრდება, ამის საშუალება ბიუჯეტს არ აქვს და არავინ არ მოატყუოს, იმიტომ რომ მსგავსი დაპირება ამ თავშივე არის, შინაარსივე არის ტყუილი. მე ვზრდი პენსიას. შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ პირველ რიგში გავაკეთოთ ის, რომ დავწიოთ საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 60, ხოლო ქალბატონებისთვის 55 წლამდე და ამით ასე ვთქვათ, სტიმული მივცეთ ადამიანებს გადარჩენის პირველ ეტაპზე. რაც შეეხება იმ რეფორმების გატარების შემდეგ, როდესაც ლეიბორისტული პარტია მოსვლის დღიდან დაიწყებს და მიიყვანს ბოლომდე,
ძალიან მალე პენსიების სწრაფი ზრდაც, რა თქმა უნდა, იქნება უკვე შესაძლებელი. ციფრი შეგვიძლია ვთქვა დაუშვათ, საიდან დაიწყება და ეტაპობრივად რა ნიშნულამდე მივა პენსიებს გულისხმობ. არა, ამ ეტაპზე ამის თქმა შეუძლებელია და არ უნდა მოვატყუოთ კონკურენტებს. არა, ის ზღაპრებია და წეგანავს თუ ეს არის შეჰერეზადა 1001 ღამის ზღაპრების მსგავსი რაღაც ამონარიდები, რომელიც არის თავშივე ტყუილი ისეთივე ტყუილი, როგორც ვისმენთ ხოლმე ყველა არჩევნებზე. მოდით ცოტა ხნით შევისვენოთ სოციალურ რეკლამის დრო ჩვენს ეთერში. დაბრუნდებით საარჩევნო მარათონი რამდენიმე წუთში გაგრძელდება. ყოველ კვირას სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 10 საათზე გეოფაქტორი მეორე არხზე. არჩევნები 2016. საარჩევნო მარათონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. პოლიტიკოსები პირდაპირ ეთერში უპასუხებენ მწვავე შეკითხვებს. არ გამოტოვოთ თავარი. საზოგადოება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე. იყავით ჩვენთან ერთად მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში. სწორედ ახლა წონადი არგუმენტების დრო. მოისმინეთ და შეაფასეთ. რამდენად რეალურია დაპირებები? გახსოვდეთ, რომ გაქვთ ალტერნატივა. არჩევნები 2016. გააკეთეთ არჩევანი საზოგადოებრივზე. სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დავაკვირდეთ წინა საარჩევნო გარემოს. მე დოდო ვარ შონაღა. იყავით ჩემთან ერთად მოვლენების ეპიცენტრში. მე ზვია დავალიანი ვარ. ყოველ სამუშაო დღეს საღამოს 9 საათზე მეორე არხის პირდაპირ ეთერში ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან ერთად შევაჯამებთ დღის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ თემებს. სოფლიო პოლიტიკური ამბები, აქტუალური ინტერვიუები, ექსკლუზიური რეპორტაჟები, კვირის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ყოველ კვირას 23 საათზე მეორე არხის ეთერში. ნამდვილი შემაჯამებელი გამოშვება. პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ თქვენთვის მუშაობას. ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბორჯომში გიორგი გიუაშვილი და კრწანისში ბეჟან ნათელაშვილი. ვაგრძელებთ მათთან ერთად საუბარს. ჩვენ საუბრობდით პენსიებზე და იმაზე თუ რა გეგმა აქვს ლეიბორისტულ პარტიას სწორედ ამ მიმართულებით და ბატონ გიორგის სურდა რომ დაემატებინა. პატარა ურჩობას გამოვიჩენ ცენტრალური პარტიისგან პენსიების ზრდასთან დაკავშირებით მოთვლილი მაქვს, კარგად მაქვს დათვლილი ადმინისტრაციული ხარჯიც ბორჯომში. თავდაპირველი ბიუჯეტიდან 12 მილიონი ბიუჯეტიდან ბორჯომის დამტკიცებული გასულ წელს წლის დასაწყისში 3.200.000 არის ბორჯომის გამგეობის და საკრებულოს ხელფასები. მათი ოფისის ხარჯი 600.000-ზე მეტი, ავტომანქანების მომსახურების 200.000-ზე მეტი, ესტონის და სადილების ხარჯი დაახლოებით 60.000 ლარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ადმინისტრაციული ხარჯის შემცირების ხარჯზე ბორჯომის პენსიონერებს და სოციალურად დაუცველს მინიმუმ 20 ლარით შესაძლებელია რომ პენსია მოემართოს. და ჩემი დეპუტატ არჩევის შემთხვევაში, როგორც ეს ხდებოდა ნოდარ გიგალაშვილის დეპუტატობის პერიოდში, დანამატის სახით შესაძლებელია, რომ ეს თანხა ამ ხალხმა მიიღოს და მე ამას შევასრულებ. ბოლო დროს ასევე პოპულარული გახდა, რადგან ხარჯებზე საუბრობთ, იგივე გარკვეულ პრემიებზე, ხელფასებზე და ასე შემდეგ, ხშირად გვესმის, რომ ბიუროკრატიული დანახარჯების შემცირება. ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა ერთ-ერთი მაგალითად პოლიტიკური პარტიის მიერ, რომ ამდენი სამინისტრო საჭირო არ არის და დაუშვათ შეამცირებენ მაქსიმუმ დავტოვების გირჩის წარმომადგენელს. იგივე გუბერნია. კი ბატონო, დავტოვებთ რამდენიმე როგორ ფიქრობთ, ეს ამ მიმართულებით თუ არის თქვენს პოლიტიკურ გეგმაში? სამუშაო თემაა ეს, სამუშაო თემაა, დასაფიქრებელი თემაა, ძალიან საინტერესო თემაა და არ გამოურიცხავთ, რომ ეს მოხდეს
და გარდაუვალი იქნება ამისი ეს აუცილებლად უნდა დადგეს ამ საკითხის და საკანონმდებლო ორგანოში თავად დეპუტატების რაოდენობის შემცირებაზეც ხშირად ხსმენიათ ალბათ თქვენს როგორ ფიქრობთ ჭირდება ქვეყანას ყავდეს ასეთი წარმომადგენლობითი გულისხმობ თუნდაც 70-ზე მეც 100-ზე მეტ დეპუტატს და რამდენად ეთანხმებით რომ არ ჭირდება ქვეყანას დაუშვათ ამდენი დეპუტატი და ამდენი მე პირადად ვეხრობ იმ თემას რომ უნდა მოხდეს პლინად გაუქმება მაჟორიტარი სისტემის და აქედან გამომდინარე შემცირდება ის უნდა შემცირდეს ამდენი პოლიტიკოსები საერთოდ არ არის საჭირო რა მით უმეტეს არაფრის გამკეთებელი უსაქმური პოლიტიკოსები რომელიც ხოლო წინა საარჩევნოდ გამოდიან საარჩევნო ვერცხლის მოყვარული პოლიტიკოსები საარჩევნოდ იღებენ თანხებს და შემდეგ 4 წელი ისევ იმალებიან ჩდებიან მე ისევ არჩევნებზე და ხალხს ისევ ატყუებენ და აი ეს უნდა დასრულდეს რა პოლიტიკოსები რაც შეეხება პარლამენტართა რაოდენობის შემცირებას ეს შეიძლება იყოს დამაფიქრებელი და სამუშაო თემა მაგრამ ჩვენი მიზანია ლეიბორისტების უპირველესი მიზანია არც ერთი ოლიგარქი პარლამენტში არც ერთი მდიდარი პარლამენტში მაგრამ რაც ერთ სამინისტრო რომელსაც გაუქმებდით და დაუშვათ მინისტრის აი ამ თემაზე გიორგი მაცხოვა და მეც იგივე ზოგადად ვამბობ ეს სპონტანურობის რეჟიმში ძალიან ბევრი სამინისტრო შეიძლება იყოს თუ არა გასაუქმებელი, გასაცხრილი მაინც იმ ყავისმსმელი უსაქმურებისგან, რომელიც ამ ყავისმის გარდა არაფერს არ აკეთებენ და ეს ჩვენ ვიცით რამხელა ბიუროკრატია. რაც შეეხება, კითხვა გნებო. კი ბატონო, კიდევ ერთი გეგმა, რასაც აანონსებს ლეიბორისტული პარტია, არ დავარქმევ დაპირებებს, რადგან ეს არ მოგწონთ. არის ანაბრების დაბრუნება. როგორ გეგმავთ ამ ანაბრების დაბრუნებას? ამაზე გვიპასუხეთ და შემდეგ უკვე ბატონ გიორგის ფოტოები წამოღებული ძალიან საინტერესოა რა არის. რაც შეეხება ანაბრების თემას, ეს არ არის რაღაც ნოვაცია და ახალი ველოსიპედის გამოგონება ჩვენი ლეიბორისტების მხრიდან. არა, ეს მოხდა უკვე დაიწყო პროცესი აზერბაიჯანში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მათ შორის. ეს მაგალითები თქვა, საერთაშორისო მაგალითები ვიცით. ჩვენი მექანიზმი დაბრუნების, ჩვენი მექანიზმი ამ ანაბრების დაბრუნების, რა თქმა უნდა, არის ეტაპობრივი გეგმა. ეს არის რა პერიოდზეა გაწერილი ბატონ ბეჟან, ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? სრომოლოდინი არ შეექმნა. არა, ეს არ არის ახლო პერსპექტივა, რომ ყველა მერთბაშად მიიღოს, იწყება უფროსი თაობიდან ანუ წლოვანების მიხედვით იქნება ეს პირველ რიგში იღებს მოხუცი კატეგორია და ეს გეგმა წერია ზუსტად და საზოგადოება ამას იხილავს იმ პროგრამაში რომელიც უკვე დაბეჭდილია და დაურიგდებათ ამ მომრჩევლებს. ეს არის უფროსი თაობიდან და ეტაპობრივად ჩამოყვება იმ უმცროს თაობაზე რომელმაც დაკარგა ან რომლის მამამაც და მან პაპამ დაკარგა ეს ყოველივე იმიტომ რომ ეს არის ვალი რომელიც წაიღეს იგივე ჩვენ აკვიატებული კი არა გვაქვს ეს ოლიგარქი აი მათ წაღებულ და მონაპარ თანხებზე დააფუძნეს ეს ბანკები რომელიც დღეს უკვე სახლების გარეშე ტოვებენ ადამიანებს უკან დგას ვიღაც ასეთი რა თქმა ყველა წარმატებულს რო ეძახიან ბანკი ეხლა ნახეთ რა ხდება ნახევარი საქართველოს დარჩა ბანკის ვალების გამო ქუჩაში იმიტომ რომ ბანკს უნდა მოიგოს 100 ნაცვლად მოგების 20-ისა და ამის თაობაზე გასაგებია ვეღარ მოვასწრებ 3 ქუჩება მიმართვისთვისაც მოგცემთ რა თქმა უნდა საბოლოო შემაჯამებელი სიტყვისთვის დროს ბატონ გიორგის აქვს წამოღებული ფოტოები საინტერესოა რას ვნახავთ იმიტომ ამ დრომდე კარგად გვახსოვს ძალიან გახმაურებული საქმე ასე ვთქვათ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს მონაწილეობით კოკაინის ბარიგების ფარველობასთან დაკავშირებით ასევე ამ საქმეზე მე მინდა საზოგადოებას ვაუწყო და კონკრეტულად ბორჯომს ასპინძას რომელშიც კენჭს იყრის ამ ოლქში გედი გედევან ფოფხაძე რომელიც ხალხს 4 წლის მანძილზე თვალით არ უნახია და ის პასუხობს რომ მე თბილისში ვიყავი და კანონებს ღებულობდი და ნუ ეხლა თქვენთანა ვარო და დაიწყო იქ მასწავლებლად მუშაობა ერთ-ერთ სოფელში და ყველაფერზე მიდის რომ ხელახლა შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება და რისთვის უნდა ეს ძალაუფლების შენარჩუნება იმისათვის რომ აი სწორედ იმ ქალბატონების შავბნელ საქმეებს ასე ვთქვათ მოეხმაროს და გააგრძელონ და აკეთონ მე მინდა წარმოგიდგინოთ აი ეს ფოტოსურათი რამოდენიმე ფოტოსურათია კონკრეტულად გედი ფოფხაძე და გადმოატრიალეთ ფოტოარესტარად გიჩერდათ და ვინ არის გედი ფოფხაძე და ანასტასია ზაუტაშვილის კოკაინის ასე ვთქვათ ბარიგობაზე მსჯავრდებული ადამიანის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე რომელიც არის გედი ფოფხაძის უახლოვესი მეგობარი ძმაკაცი თანაკურსელი რომელიც წლების მანძილზე მას ჩამოყავს არჩევნებზე კომისიაში ასწრებს როგორც დამკვირვებელს მის არჩევნებზე და ასე შემდეგ რომ სწორედ გედი ფოფხაძეს მონაწილეობით შუამავლობით მოხდა
ბესელიასა, ნიკოლაძესა და ზაუტაშვილს შორის ამ ადვოკატის შერჩევა უშუალოდ. აი ამ თემებით იყო ის დაკავშირებული 4 წლის მანძილზე, გამოვიდეს და თქვას რომ ნიკოლაძე გედი ფოფხაძეს ვთხოვ, მე მოვითხოვ რომ გამოვიდეს და პასუხი აგოს იმაზე, არის თუ არა ნიკოლაძე მისი და დამალავს თუ არა ამ ურთიერთობას მისი თანაკურსელი, მისი უახლოვესი ადამიანი და ეხლა შეაფასეთ თქვენ და საზოგადოებამ შეაფასოს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც არის დადანაშაულებული ბარიგების მფარველობაში და ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა შეწყალებაზე იყო საუბარი, რომ ეს ადამიანი მოხვედრილიყო ამ შეწყალების სიაში, მისი მოადგილი არის ამ ბარიგის უახლოვესი გარემოცვიდან, წრიდან, მეგობრობიდან და კავშირებიდან, როგორი ჩახუტებულები არიან. აი საზოგადოებამ შეაფასოს. აი ეს არის ზუსტად გედი ფოფხაძის სახე, ის იყო ამ თემებით დაკავებული, ამ ინტრიგებით, ამ კულუარული საქმეებით ხალხი მას სულაც არ აინტერესებდა და საერთოდ არ ენაღლებოდა ეს წლები და ზუსტად ამ საქმეების გასაგრძელებლად, ამ თემების გასაგრძელებლად უნდა კიდევ თავისი მოსილება გაიხანგრძლიოს. გასაგებია ბატონ გიორგი, საკმაოდ მძიმე ბრალდებები ისმის თქვენი მხრიდან, ალბათ გაქვთ დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ამის და წარადგენთ შესაბამის უწყებებში. ბატონ ბეჟანს დავპირდით რომ მივცემდით ამომრჩევლისთვის მიმართვისთვის გარკვეულ დროს თქვენ 30 წამი გაქვთ დაახლოებით იმისთვის რომ კიდევ ერთხელ უთხრათ ამომრჩევლს ადობდა დაგიჭირან ხარი. შემოძვირფასებო. მთელი საქართველოა მოწმე და მათ შორის ვერც ოპონენტები ვერ უარყოფენ იმას, რომ ერთადერთია ლეიბორისტული პარტია, რომლისთვისაც არ არსებობს საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდი, რომელიც მუდმივად არის წინა საარჩევნო რეჟიმში და მხოლოდ არჩევნებიდან 2 თვით ადრე არ ახსენდება ხალხი ამის ნათელი დასტურება ის წარსული, როდესაც წეგანაც თქვი, საშუალო განათლება უფასოა და ვაჩუქეთ ეს ჩვენ და წერა-კითხვის უცოდინებლად დარჩენას გადავარჩინეთ თაობა, ამის ნათელი დადასტურება დენის ტარიფის გაიაფება, ამის ნათელი დადასტურება ხეტყის გაუჩეხელობა და გადარჩენა ჩვენი ხეტყის, ამის იგივე ვენახის გაჩეხვა, რომელიც ჩვენ არ დაუშვით, ჩვენი ძალიან დიდი და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჩამონათვალი ძალიან გრძელია და დრო არ იძლევა ამის საშუალებას, შესაბამისად ასარჩევი გარდა ლეიბორისტული პარტიისა, რომელიც 10 ნომრად იქნება საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილი, თქვენ არ გაქვთ, კიდევ ვიმეორებ, ასარჩევი აღარავინ არ დარჩა, ყველა იყო ხელისუფლებაში, ჩვენს გარდა ხან გირჩი იქნებენ, ხან კოს, შესაბამისად გვანდეთ ქვეყანა და ჩვენ საქართველოს გავიყვანთ იმ დიდების მწვერვალზე, რომლის კვარც ბეკიც დიდი ხანია ელოდება მას საქართველოს სახით. ეს იყო ბეჟან ნათელაშვილი, რომელიც კწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახავთ. ჩვენთან სტუდიაში იყო ასევე გიორგი გიულაშვილი, რომელიც ბორჯომის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია. ასეთი იყო საარჩევნო მარათონი დღეს. ზუსტად 9 საათზე შემოგერთდებათ ზვია დავალიანი და არგუმენტების დროის უმასპინძლებს დღეს ანალიტიკოს ბატონ ნიკოლოზ მჟავანაძეს და ასევე არგუმენტების დროშის ერთ-ერთი სტუმარი იქნება პოლიტოლოგი მათე გაბიცინაშვილი საარჩევნო მარათონში. ჩვენ მე და თამუნა უკვე 4 პარასკევს შეგხვდებით უკაცრავად, ასე რომ დროებით გემშვიდობებით. ხვალ საღამოს 6-დან ნატალია ნანიტაშვილი და ზვია დავალიანი იმუშავებენ. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნახვამდის.